ქართული საკომპოზიტორო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის სულხან ცინცაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. მუსიკოსის შვილმა, მამის საქმის გამგრძელებელმა, კომპოზიტორმა ირაკლი ცინცაძემ საიუბილეო თარიღს ღონისძიება მიუძღვნა. საღამოზე, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, სულხან ცინცაძის შვილის, ირაკლი ცინცაძის ორატორია რუსთველიადა შესრულდა. საიუბილეო კონცერტი საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიმართა. ეს არის საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი ნაწარმოები, 50 წუთი მიდის, სადაც ციკლისავით არის ნაჩვენი ესე იგი ქართული ფოლკლორი, მრავალხმიანობა, საგალობლები და რა თქმა უნდა ეს არის გაორკესტრებული თანამედროვე ხერხებით, სინთეზირებული ესე იგი ერთის მხრივ ესე იგი ეს შოთა რუსთაველის გენიალური პოეზია და შუა საუკუნეური ესეთი ესთეტიკური სილამაზე პოეზიის და მეორე მხრივ თანამედროვე მიღწევები და თანამედროვე მუსიკაში და გაორკესტრებაში და ასე შემდეგ. სულხან ცინცაძის სახელი ეს ისეთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ქართულ მუსიკაში. უდიდესი კომპოზიტორი და რჩეულთა შორის რჩეული და მისი 100 წლის თავი არის წელს და მრავალი კონცერტი ჩატარდა მას მიზღვნილი მის ხსოვნას და დღესაც ეს დიდი წარმატებით ჩაიარა კონცერტმა მის მიზღვნილმა და ძალიან საინტერესო ის არის რომ ეს ამ კონცერტზე შესრულდა მისი შვილის ნაწარმოები ორატორია რუსთველიადა ვეფხისტყაოსნის თემაზე და მინდა მიულოცო ყველას. ორატორია რუსთველიადა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის საფუძველზე შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის შეიქმნა. მუსიკალური ნაწარმოები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე სწორედ სიმფონიურმა ორკესტრმა და შერეული გუნდის წევრებმა წარადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს სახალხო არტისტი, ოპერის თეატრის სოლისტი ელდარ გეწაძე. დიდი მადლობელი ვარ ამ დღის ავტორის და დიდი შოთა რუსთაველის, რომ მე მომეცა უფლება შევხებოდი ყველა ქართველის სალოცავ წიგნს. ის დიდი სიყვარული, ის დიდი მოწიწება და რიდი ჩანდა ყველაფერში იმაში, რაც დღევანდელ დღეს შეეფერებოდა შოთა რუსთაველთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ავტორს, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ადამიანი ძირითადში გაიზარდა ჩვენ გვერდით. ეს ნაწარმოები პირველი არ არის ჩემთვის ირაკლის დაწერილი. მისი სადებიუტო ნაწარმოები მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, ამთავრებდა კონსერვატორიას და ჩვენ ორივენი შევეხეთ მაშინ პირველად ბარათაშვილის 4 მონოლოგს და მან დაწერა ციკლი ბარათაშვილის 4 მონოლოგი ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. სულხან ცინცაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა. ბატონის სულხანის შემოქმედება არის გაჟღენთილი ქართული სულით. ის იყო არამარტო უბრწყინვალესი ხელოვანი, არამედ იყო უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანი. ნიმუშია თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მწერლები, მხატვრები სწავლობდით მისგან და დიდხანს ვისწავლით.
საქართველოს სახალხო არტისტი სულხან ცინცაძე მუშაობდა მუსიკალური შემოქმედების ყველა უმთავრეს ჟანრში. განსაკუთრებული წარმატება და საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად მის არაერთ ნაწარმოებს, მათ შორის კამერულ საკრავიერ ნაწარმოებებს, აციმებიან კვარტეტსა და საკვარტეტო მინიატურებს, ოპერას განდეგილი, ბალეტს ცისფერი მთის საუნჯე. ყველა მათგანი დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.